მეხვეწებიან, რომ აი კონკრეტული პატიმარი, რომელმაც ჩაიდინა ესა და ეს. თუ ის მოხდება სიაში, გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ ვართ წინააღმდეგი. მე უხსნი იმ ადამიანებს, რომ ამ შემთხვევაში ეს არის შეცვალების აქტი, მაგრამ თუ კატეგორიული წინააღმდეგი არიან, დაწერონ კომისიაზე წერილები, მოდის ასეთი წერილები. ნუ გავიცვლებათ მეორე მხარე. მათაც რაღაცა გაღიზიანება აქვს და ამაზე რატომღაც არავინ არ ლაპარაკობს. ამაზე მოდი მოუძებთ კიდევ ერთ ადვოკატს. იარაღის არიფოს ადაზარალებული ყავს მითხარით რა. იარაღი მე ვამბობ პრინციპში ვამბობ. მუხლები რომელსაც არ აქვს ეს პრობლემა. არა მე მუხლების მიმართ ვამბობ პრინციპში ვამბობ. მიკროფონი ჩართული გაქვს? მიკროფონი თუ შეიძლება. ჩართული. იბატონო ბძანე. შეკითხვა მექნება, რადგანაც თქვენ თქვით, რომ საქმის კურსში ხართ ამნისტიასთან დაკავშირებით და ანტიკრიზისულ საბჭოს მუშაობასთან დაკავშირებით. რა გახდა საფუძველი ამ უხერხების შეჩევის, რის საფუძველზე შეაქციეთ და ზოგადად რა პრინციპი იყო იმისა, რომ აუცილებლობა არსებობდა ჩვენ ქვეყანაში, რომ ეს მუხლები აუცილებლად ამნისტირებული უნდა ყოფილიყო. როგორც იურისტ, მე ამ შეკითხვაზე პასუხი იბატონო და ხანამ უპასუხეთ ბატონ დიმიტრი, კიდევ ერთი გადაეცეს ქალბატონს თუ შეიძლება მიკროფონი. ჩვენთან სტუდიაში ქალბატონი რომის შვილიც არის ჯარისკაცი და რომელიც დააკავეს აგვისტოს მოვლენების დროს. აი ფოტოშოპი ძალიან გამიწევდა რომ ამ მუხლებში დეზერტირობა არა. აი ძალიან მოდი მე ამას ვაქმევინოთ ამ ქალბატონს საქმე. ვერ იქნება, მე გეტყვით მარტივად. იბატონო უკაცრავად სამხედროა თქვენი შვილი ბოდიში ჯარისკაცი არ არის ლეიტენანტია. თუ შეიძლება ქალბატონი რომლის შვილიც არის ლეიტენანტი და ამჟამად არის დაკავებული. აი მე მინდა მიმართო მთავრობას მე ბოდიშ მოვიხდი ხლა. რაღაც ალბათ მიკორძოებულად ვლაპარაკობ და ალბათ რაღაცა ჩემი პირადული მაწუხებს, მაგრამ მე მაინც წუყვარი მდიჭების ბედით, ვინც აგვისტოში იომეს. რა თქმა უნდა. დღეს ციხეში. თქვენი შვილი რა ბრალდებით ის? რა ბრავდებით ის ქალბატონო? ბრძანების შეუსრულებლობა. და რა ბრძანება იყო? მესამე მუხლი. საგიკითხავთ. 2 წლიდან 5 წლამდე. და მაგასაც არ შეეხო. მოკლედ ქალბატონო, ეს მართლა ძალიან საინტერესო. 384 მუხლი, რომელშიც წერია, რომ უფროსისადმი წინააღმდეგობა ან მისი იძულება დააგოს, ერთი ფიქრით რომ გადააშავა თქვენმა შვილმა. ამას შეეხო 4 წლიდან 9 წლამდე. 383 რომელმაც არ შეასრულა ბრძანება. ნუ ეს ეხლა უკანა თემაა, წინა თემაა, თუ რატომ არ შეეხო, არ ვიცი, მაგას ვეკითხეთ, მაგრამ იქ რომ მან ბრძანება არ შეასრულა, ეს ასე არ არის, ამას ეხლა ჩვენ ამ გადაცემაში ვერ განვიხილავთ, ეს იყო წინა კვირას. კვირის რეპორტაჟში ნანა ლეჟავასთან ერთად იყო ეს გადაცემა, ასული ნანა ლეჟავა გაიყონა ეს გადაცემა. ეს ცალკე თემაა, ბიჭებმა ის შეასრულეს თუ არ შეასრულეს, მაგრამ თუნდაც არ შეასრულეს. მოდით ვიფიქროთ, რა ვითარებაში არ შეასრულეს. რა მდგომარეობაში ვერ შეასრულეს ბრძანება, მაგრამ მან ხო ბოლოს შეასრულეს და ბოლოს ხო მივიდნენ დისლოკაციის ადგილზე. ნუ თუ ეს ბიჭები დღეს ციხეში დაიხო. ანუ ეს პერიოდი, როდესაც ჯარისკაცთა დიდი ნაწილი იძულებული იყო დაეტოვებინა ადგილი, დაეტოვებინა იარაღი, არ არსებობდა როგორც პრეზიდენტი აღიარეს თვითონ რომ არ არსებობდა კავშირგაბმულობა, არ არსებობდა სამეთაურო. ამ პროექტში მოდი ბატონ დიმიტრის კითხოთ. ყველას მოგიწოდეთ აი ბიჭების მშობლების, ახლობლების ნათესავების სახელი. შეიტანოთ ეს მხარ. ბატონ დიმიტრი ალბათოს მინდა მივმართო რომ აუცილებლად ეს არის სრულად ლეგიტიმური თხოვნა. მე პირადული 80% არ არის ნაკლებად ძიმე დანაშაულთა შეტანება. 80%. ანუ ეს თემა მაგრამ მე მინდა ახლა ვთქვა რომ აი ჩვენ ძალეთ რა კრიტერიუმის სარგებლობდა. ჯერჯერობით ანტიკრიზისულ საბჭოს არ შეუდგენია ეს სია. მაშინ რა საპარლამენტო დივანმა რომელმაც საკანონმდებლო ინიციატივი წარმოადგინა აღნიშნული 23 მუხლი დიმიტრი თქვა რომ ჩვენი ინიციატივა ოპოზიციის მოწმობთ არ არის ინიციატორი 23 მუხლი მიუხედავად იმისა რომ მე არ გახლავ ანტიკრიზისული საბჭოს წევრი მე მაინც თანახმავარ გაქცეთ პასუხი ჩემი კომპეტენციის ფარგლებში ანტიკრიზისული საბჭო მას შემდეგ რა ხელისუფლებამ წარმოადგინა თავისი ალტერნატივა და მასში იყო მოხსენებული 34 თუ 31 მუხლი ზუსტად მიწის. ძირითადი პროექტი.
ძირითადი პროექტი ჩვენ არ გაგვიმართებთ ძირითადი პროექტი მას შემდეგ ჩვენ პირადად მე ანტიკრიზისულ საბჭოს მივაწოდე ჩემი ხედვა თუ რა უნდა დამატებოდა აქ იყო გამოგიტყვით ახლა 375 მუხლი 376 მუხლი 177 თუ მეკითხებით თუ როგორღაც აზრი დავასრულოთ ჩვენ მალე გადაწყვეტილება დავასრულოთ კარგი მოკლედ გეტყვით რა მოკლედ ყველა შეგვიძლია რომ კიდევ ერთი ძირითადი წამყვანილები რომლის უკან დგას უამრავი ადამიანები ეს არის თითზე ჩამოსაფრელი მუხლები ეს არის ქურდობა ეს არის ძარცვა ეს არის საღლითობა ეს არის ხულიგნობა ეს არის დანაშაულის დაფარვა დანაშაულის შეუტყობინებლობა სრულდასმენა ურთიერთგამომრჩევი ჩვენებების მიცემა სამხედრო დანაშაულთა შორის სამხედრო ნაწილის ფიქრებურად მიტოვება აი ყველაფერი ფაქტიურად გათვალისწინებული იყო თავიდანვე შეცნიერ ოპოზიციას გულისხმობ მაგრამ ის ფაქტი რომ ამ ეტაპზე ანტიკრიზისულმა საბჭომ მოახერხა 22 მუხლის დამატება რასაც მოყვა მარგი ქმედების კოეფიციენტის აწევა 898-დან 2258-მდე მე მიმაჩნია რომ ეს არის პირველი არაეფექტური აბსოლუტურად მართალი ეს არის პირველი მეორე მოწმენისთვის იმედი ვიქონიო რომ ჩვენ გადავდოთ უფრო დიდნაბის თქვენთან ერთად ჩვენ თუ არ იქენით ჩვენ გვერდზე ჩვენ რატო ვერ უარი მიიღეთ ბატონო დიმიტრი საკითხები თქვენი მუშაობის და პარლამენტის მუშაობის ერთაშორისობა მე გეტყვით ვიცი ხელმძღვანელობს იგნორირება დახეს ჩვენს მიერ წარმოქმნილ მუხლებთან დაკავშირებით ეს ძალიან მაღალი არის ფაქტორი ეს არის ხელისუფლების ძალიან მაღალი არის ფაქტორი რომ კრინოგენული ვითარება ქვეყანაში გაიზარდება და იქნება კონტროლს ფარგლებს გამოსული აქ მე მინდა დავეთანხმო ქალბატონ ელენეს რომელიც სრულიად სამართლიანად ბრძანებს რომ ერთი მხარის გარდა ახლობს კიდე მეორე მხარი მაგალითად ავტოტრანსპორტის შემთხვევასთან დაკავშირებით პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე ნაწილები მთლიანად მოწული ამბობენ. იცით რამდენი ადამიანი გამოხატავს პრეტენზიას? როგორ? იმას ოჯახის წევრი მოუკლა ვიღაცამ ძღოლმა. თავისუფლებული ყავთ ესე იგი დემოკრატიის აი ამ პატარა ნაბიჯით რომ რაღაცა მაინც ამ ეტაპზე რეპლიკას ვიტყვი, პოზიციის ბოლო რეპლიკას ვიტყვი, მე ძალიან მიყვარს ობიექტურობა და პრინციპულობა. გია თოთლაძე შევიდა პოლიტპატიმრების სიით, სადღაც არ ვიცი რამდენი კაცი ეწერა იმ სიაში, იბრძოლა ზურა აბეიშვილი, კუბლაშვილი და ასე შემდეგ ხალხი იყო, მე რაც მომიყვნენ, მაგრამ ეცია უკან გადმოუგდეს მას. გია თორცლაძე რომ ეს ნაბიჯი გააკეთა მე ამას მიდასწრებს რამოდენიმე ადამიანი ამიტომაც მე მიყვარს ობიექტურობა რომ ეს არ თქვა აღმოჩნდა რომ დიმიტრი არ ყოფილა იმ ჯგუფის წევრი და შესაძლოა ეს ინფორმაცია მაგრამ რატო იღეთ პასპორტს ეს მიგიოს მაშინ თუ არ ახლა და ჯგუფის წევრი და გია თორცლაძე ეს გააკეთა ეს ნამდვილად ვიცი და ამიტომ თქვა აქ არ არის თავარი უნდა ვიხარ რა პერსონიფიცირებას აქ არის თავარი არის აქ სხვა პრობლემები მე მაინტერესებს კიდევ ერთხელ როცა ხაზგასმით ითქვა აქ რომ 23 მუხლი რომელიც თქვენი ინიციატივით იქნა დამატებული და 63 მუხლი აღმოჩნდა სწორედ ის მუხლები რომელიც აბსოლუტურად არაფრის მომცემი არ არის არათუ არ ზრდის გამოსაშვებ ადამიანთა რაოდენობას არამედ პრაქტიკულად ჩვენ ვერ ვიპოვით ამ მუხლებით ბრალდებულ პირებსაც ალბათ იურისტები ვარ მოდი რომ დაიდება ფურცელზე აი ბატონი მიხეილ მაჭავარიანი რომ მაგალითისთვის სტატისტიკა მუხლების უკან რამდენი მჟავდებულია თქვენ შეგიძლიათ მითხრათ რამდენი მჟავდებულია ხე გუჩქენ არის გაჩეხვის არც ერთი შეგიძლიათ არც ერთი გასმულებით მე არც ერთი